მოგესალმებით, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ დაუმარცხებელს. დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მესამე სერია. მეორე სერია საინტერესო გამოვიდა, მაგრამ ახლა ველოდები რას იზავენ ისინი. დამოვიწყდა ტიპი სესილი და მაგისი სასტავი. დააკვირდებიან სავარაუდოდ ნოლანს და მთელ ოჯახს. ნუ არ მგონია ოჯახზე დაკვირვება რამე მისცეს იმათ სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მე ჭირდება რომ სახში აკეთებდეს ამას მსგავს დოლარი, თუმცა რა ვიცი, ისიც არ ვიცით მარტო მოქმედებს, გუნდი ყავს თავისი, შეიძლება ვაფშე გამოიჭიროთ ვიდმესთან ლაპარაკის დროს სხვა პლანეტელებთან, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში რავი, ახლა დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ეს ნოლანი თვითონ რა, ხო შვება ამას, რომ ანუ ხოდახოცა ის გმირები რა და შემჩნია, რომ ზუსტად მაშინ მოხდა ეს ამბავი, რომ მარკმა რო დაიწყო ძალების ათვისება, ანუ თითქოს და სპეციალურად იმისთვის გააკეთეს, რომ აი სერიალი დაიწყო და რაღაცა მაქსიმალურად მაგარი მომენტებით უნდა დაგვეწყო, მაგრამ შეიძლება დაკავშირებული იყოს ეს მოვლენები ერთმანეთთან. ხო შეიძლება რომ რაღაც მარველში რო არის galaktikis ცოდებში ego მაგის პონტი იყოს, სხვადასხვა პლანეტებზე რო დადის და შვილებს რო აკეთებს უხეშად რო ვთქვათ და ძალებს რო ართმევს მაგათ, იმიტომ რომ რა ვიცი, ვნახავთ ყოველ შემთხვევაში, მე ერთი ვარაუდი ეს მაქვს და თუ გამართდება ტაში დაბიკარით. სპოილერები არ ვიცი, დედას გეფიცებით. ახლა დავიწყოთ. ხო, არა დავიწყოთ. სერიის სათაური არის Who You Calling Ugly. კაი. საინტერესოა. ახლა მართლა დავიწყოთ. დაუმარცხებელი პირველი სეზონის მესამე სერია Who You Calling Ugly. 3, 2, 1 დავიწყეთ. მასო დაიგეთ. ეს დაკრძალვა გმირების, ცველების ომნიმენი ერთადერთი დერჩა ცველებიდან. მე მიბრძოლია წარმოუდგენელ არსებებთან, რომ დამეცოა ეს სამყარო. მიბრძოლია ოცხოპლანეტელ ტირანებთან და მემარცხებია კოშმარები უბსყრულიდან. წინააღმდეგობა გამწევია ძველი ღმერთებისთვის, მაგრამ ვისაც არ უნდა შევკინებოდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ მარტო არ ვიყავი. ბნელი ფრთები, აკუარისი, ომის ქალი, მწვანე სული, წითელი სისწრაფე, მარცელი კაცი, ჩვისტებები, საიდეთ მკურებდნენ პლანეტის მცველები. დღეს ჩვენ დავკარგეთ ტიტანები, მცველები, გმირები და ჩვენ დავრჩით იმაზე ფიქრით, თუ ვინ დაგვიცავს ახლა. მე დაგიცავთ და ჩემნაირები, ახალი გმირები, რომლებიც უპასუხებენ ნებისმიერ გამოწვევას, ახალი ჩემპიონები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ამ პლანეტის დასაცავად. ყველანი სტაგონებული ამ გასაოცარი ხალხით, რომლებიც ჩვენამდე იყო. იქნება მომენტები ეჭვის, შიშის, მაგრამ ამ მომენტებში იქონიეთ რწმენა და აიხედეთ ცაში. ვაუ, ნუ კარგი გამოსვლა იყო ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარზე მეტი აფერისტობა იყო. დიდი ცერემონიალი შოუსავით იყო, იმიტომ რომ ხალხმა არ უნდა იცოდეს თუ სად არიან ისინი, მართლა დამარხულები, სუვენირებისთვის მონადირეები. ღმერთო, მე არასოდეს ვყოფილი ვარ პლანეტის მცველი, მაგრამ მცველები იყვნენ ისინი, ვინებაც მიმიღეს, როცა მე პირველად ჩამოვედი აქ. ისინი იყვნენ ჩემი მასწავლებლები, რომლებიც შენ დახოცე. ჩემი მეგობრები. მათ იცოდნენ ამ ცხოვრების რეალობა. მარცელი კაცი თავისი პლანეტიდან იყო გამოგდებული. ომის ქალი სხვა დროიდან იყო. ატაჟეგრე.
კარგი. ანუ ყველანი სხვა. ნელი ფრთები. ანუ როგორც ასეთი დედამიწიდან არც ერთი არა? ეს ვიყავით იშვიათი იღბლიანი ხალხი, რომლებმაც ერთმანეთი ვიპოვეთ და გვესმოდა ერთმანეთის გზების. ატომი სადაურია მაშინ. თუ მიიღებდნენ, იმედია მშვიდად განისვენებენ, მაგრამ მაინც ისინი ერთად განისვენებენ. ხალები მომაშორე. ოლგა, გთხოვ, დამშვიდდი. თქვენ ის არც კი მანახეთ. იოსები ძლივს ერთ ადგილას არის გაჩერებული. ხო, ნახამიხდი ვინც არის. მე წავალ. მიდი. კარგად ხარ? მე არ ვიცი. უბრალოდ ვერ ვიჯერება. ეს შეიძლება დედა ჩემი ყოფილიყო და მამა ჩემი დაემარხა. ან მე ეს თუ პლანეტის მცველებს მოვიდათ, ესე იგი არც ერთი ჩვენგანი არის. დაუმარცხებელი, ეპიზოდი მესამე. არც ერთი ჩვენგანი არის დაუმარცხებელი. ჩემი კაი დამბურცგლა სერია ახლახანს დაიწყო, დავშვიდდით. ოპა, დამკვირვებელი. ეს კერძო ცერემონიაა Dark Blood. არ სოდეს მაგრამ მაინც ყველგან ვარ. რა გინდა? ის რაც შენ აღმოაჩინო სამხილები, დავიჭირო მკვლელი, სამართალი აღვადგინო. და რამოდენიმე წელი გამოისყიდო ჯოჯოხეთიდან. თავს მიგვაჩვენებ, რომ ვინმე ზეზრუნავ. შენ უბრალოდ არ გინდა რომ სახლში წახვიდე. აქ ვარ და ერთ დღესაც გაიგებ რატომ მე ყველაფერი ვუთხარი სესილს, რაც ვიცოდი. არაფერი დაგინახავს, არაფერი გაგიგია. შემოგიდიეს სიბნელეში და დაგტოვეს მომაკვდავი. რამეს ხომ არ მანიშნება? არ მდომებია შეურაცხყოფის მოყენება. ადამიანური საუბრის ნუანსები ჩემთვის ცოტა რთულია. თუ რაიმეს გაიხსენებ, დაგირეკავ. წამოდი, მანქანაში ჩავსხდეთ, ოლგა. რობოტო, იცი მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული კოდები ხარ, კარგი სუპერგმირების გუნდი გყავს. გადაგვარჩინე უცხო პლანეტელებისგან. ნუ ხო. ასესილა. შენსგან ამის მოსმენა ბევრს ეს ახალი გუნდი. ვიცი რომ ყოველთვის დამოუკიდებლად მუშაობ, მაგრამ მინდა რომ გაწევრდე ჩვენთან და ახალი პლანეტის მცველების გუნდი შექმნა. მეთაური. და ერთადერთი ადამიანი, ვისაც მაწყობს მეთაური. ეს მე ვიქნები. მაპატიეთ, მაგრამ ომნიკაცია არ იქნებოდა ბუნებრივი არჩევანი. რა თქმა უნდა, მაგრამ არასოდეს მოხდება. 10 წელი ვცდილობ რომ პლანეტის მცველი გავხადო. გვეხმარება კი, მაგრამ მას არ მეთაური. ჯემსგან სამსების მაწყობს ახალი გუნდი. ვინც ნახეთ წინა სერიაში, მარკი, ატომივი, მაგათი სასტავი და რობოტი, როგორც მეთაური, ვაფშე იდეალურია. მე პიცა მინდა. შემიძლია ნეპალში წავიდე და მოვიდე სანამ ყველი გაცივდება. საყვარელო, მიმტანს ვაცადოთ დღეს. კარგი. მებრძოლია უცხო პლანეტელ ტირანებთან და მიმარცხებია კოშმარები უსწრულიდან. წინააღმდეგობა გამიწევია. იქნება მომენტი და ჩვენ დავრჩით იმას. არ დაურეკავ ვილიამს? და რა? გავიდე? კომიქსები წავიკითხო? ამის შემდეგ? ჰეი, დონი გააკონტროლე. არა უშავს. უშავს. ეს ყველაფერი ახალია. მესმის, მაგრამ უნდა განაცალკევო ყველაფერი. რაც იქ ხდება. შეცდომები, გამარჯვებებიც კი. სახლში ვერ მოიტან. გასაგებია. შეიძლება ოთახში წავიდე. რა თქმა უნდა, ხვალ ვივარჯიშოთ. კარგი, მხოლოდ ნოლან. ნელა უფრო და უფრო ვფიქრობ, რომ ნუ არა, დავწმუნდი უკვე რომ შენი მეგობრების და თავისინებით გააკეთა ყველაფერი. და შენ საუბრობ იცაზე და მარკსეუნები არ სვეტში. ესაა ცხოვრება. მარკმა უნდა ისწავლოს. ხო, დარწმუნებული ვარ, წითელი სისწრაფეც ამას ეუბნება ულგას. მე ვერავინ მომკლავს. ჰეი, ეს უბრალოდ სწრაფად დარბოდა. ეს ხომ არაა ყველაზე მაგარი სუპერძალა. ძმა. ბოდიში, არ მიგულისხმია. იგულისხმია. იქ მეტი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია ვიდრე აქ. აჰ, დებრა. რა სიმართლე არის? მარკი 17 წლის ბიჭია. იმაზე არ ვიცი, აი. და არ მინდა დამსწრეული ოჯახი. შეიძლება, ცოტა პატარა მეკონა. თუ უკვე თქვენს რა ჩვიდები, არ ვიცი, ორ შემთხვევაში 15-ის მაინც მეკონა. 15-ის მაინც ისე თქვი გეგმება 7-ზე მეტი იყოს. ო. ესეც თქვენი დაკვირვება. ემბერ.
დიახ. და ეს მე ვარ მარკი. გრეისონი. მარკ გრეისონი. მარკ. ვინ? რა? მარკი. სკოლიდან. გადაობს. ვიცი, გეხუმრე. ღმერთო, გეგონა სერიოზულად ვიძახდი? მე მეგონა. მე მივხვდი. ფიქრობდი, დარეკავდი თუ არა. ესე იგი, როდის დავრიკავდი? არა, შემიძლია რამოდენიმე მიზეზი მოვიფიქრო. შეყვარებული ყავს, ბანძი ხარ და გოგოები არ ვაუ. მეუბნებით ნაბიჯრობს კვერცხებში ურტყავენ. ვაუ. შენ გეშინია ჩემი არა? არა. ო. მე ვთვლი რომ გასაოცარი ხარ. სწორედ ამიტომაც ვრეკავ. უფრო სწორედ ამისთვის კი არ ვრეკავ, მაგრამ ეს სიმართლეა. აუჩი. ბოდიში. უცნაური დღე იყო. ნამეტანი. მეც იგივე მგონია. მოდი ახლიდან დავიწყოთ. ჰეი, სიმპათიური მარკ გრეისონი. აუჩი. მაგარი ვფიქრობდი ხარ. რომ გამოსდები მოდის და ორივე ვოლკერის კლასში ვართ. რა სიტყვა იქნებ ერთად გვიმეცადინა? სწავლის პაემანი? ყოჩა. სწავლის პაემანი. პასუხისმგებლიანი. არანაირი წნეხი, მაგრამ პოტენციალი რომ ყველაფერი კარგად გაგრძელდეს. ყოჩა. მაწყობს, სად დაროდის? დღეს ალბათ. ნესეც ატომივი. არავინ ხართ? ევა? მე მეგონა დაკრძალვაზე იყავი. ვიყავი და გეტყოდი შენც უნდა ყოფილიყავი თქო, მაგრამ ცუდი იყო. წითელი სისწრაფის შეყვარებული ცუდად გახდა. რა იქნებოდა? კარგად ხარ? მას ლოკინებს. რამე ხდება? ლექსი მანდ არის? რა? ევა, მოიცადე. რა ხდება? შენ ნაბიჯვარო. საყვარელო, მოიცადე. დამელოდე. ვიცოდი რომ მიზეზი იყო, რატომაც გააცდე უბრალოდ მოიცადე. ნუ მეხები. ღმერთო. რა ჯადაბა? დანცინი? ვერ ვიჯერებ. კაი რა, მართლა. ევა. როგორი იდიოტი ვარ. რექსმა მითხრა რომ შენ და მარკი იყავთ შეყვარებულები. მითხრა რომ ისაუბრეთ ამის შესახებ. რა? შენი კაი და ახლა მარკი იმბერთან წავა. ეს არ არის სიმართლე. და რაც მეგონა, როგორც ჩანს, ვწდებოდი ორივე თქვენგანზე. მოიცადე. ეს რაშუაშია. ეს არაფერს ნიშნავს. ნამდვილი კეითებიც არ არიან. ყველა ნამდვილი კეითი ვართ. ხაო. კარგი, მე გამიგულისხმია. ამის თქმას არ ვცდილობდი. კეითი რაშუაშია თუ მაგრამ მივხვდი, რაც ვიგულისხმე. რექს. ეს ნახევარ ღმერთია? სერაპნელი და ბურლი, პენჯია, ბაგაი. ეს ყველა კარგი გმირის დაგვირგვინებაა. სერიოზულად ამდენიერია? პლანეტის მცველად აერჩიონ. ეს კი მაფიქრებს, რატომ არ გიდა რომ ცადო. ვიცი, ვისაუბრე მომაჩემთან. უნდა რომ თავისით მოვარჯიშოს. დედაჩემიც მომკლავს თუ სხვა. ნუ ხო, დოს თვითონ დაგანარდა. მიხადავები? არც მარკს გაგეთებდი. გამოტოვებდი. ვაიმე, Fire Force. აქ რატომ მოვიდნენ? შენი სახელის და მიუხედავად მგონია რომ შენ დაუმარცხებლობა სხვანაირად უყურებ. მაინც აქ ვიქნები რომ დაგეხმაროთ. და როდის იწყება ეს ყველაფერი? დიდი მადლობა ყველას რომ დღეს შემოგვიერთდით. პლანეტის მცველები იყვნენ უფრო მეტნი, ვიდრე გმირები. ისინი სიმბოლოები იყვნენ. ოპა. დავალებებს გაივლის ელიტარულებს შორის იქნება. ეს კაია. ზოლის სცენები გვექნება. საუკეთესოთა შორის. მარტომ იმის სახეს გააძრობს ტიპს უკვე ეტყობა. ყოველთვის ასეთ დროს, როცა დიდი დაკუნთული კაცი გამოდის ვინმე პატარასთან, ყოველთვის პატარა იმარჯვებს. ნუ, ასეთ სერიალებში რა თქმა უნდა. თქვენი ამას ვერ შეძლებთ. აუჩ, რა ჭერს მას? აზრზე არ ვარ. საერთოდ არ ხარ. რომლებიც შეძლებთ. წარმატებას მიაღწიოთ თქვენი უნიკალური ძალებით. არამედ ასევე უნიკალური ტაქტიკებით. აუჩი. ადაპტაცია. გორილა წააგებს. თქვენი გონების სისწრაფე. ძმა. დაპატარავება შეუძლია. მოწერა?
ეს შენი ნუეს აბარა იბათონა და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვნად თქვენი სულისკვეთება და ხასიათი ესა რაც ნამდვილ გმირებად გაქცევთ აია ჩემი დიდი პატივია წარმოვადგინო ახალი პლანეტის მცველები აბა მიდი შავი სამსონი და მაპატარავებელი რეი დუპლიკეიტი მონსტრი გოგონა დავაი ახლა შეხედეთ მას რა საყვარელია მაგრამ არა აქ ასაკობრივი ლიმიტი გოგონას დები იმიტომ რომ გაიგდე ციხლის ქვეშ გაიგდე რექს არ ვიცი შენ აქ ხარ არ არის 100 სიდიდის ლიმიტი უკაცრავად რისთვის პატარა 100-თვის აშკარად ისე დადი ხარ აქეთ იქით რომ უეჭველად უნდა ცდილობდე კომპენსაცია გქონდეს რამისთვის ვაუ ვინმე მზრდილობა უნდა გასავლოს ვიღაცა დედა შეცემრა ჯანდაბა ეგრე ჩემი კაი ამ ხილეთ შარ ალბათ გამოტოვე ჩემი ვარჯიშები ისე ვთვლი რომ საყვარელი ვარ მოიცანი რა ჩემი კაი შეპატარა ბოზო სამი კბილი ჩემი ეს საყვარლობა ახლა იცი რას ვიზამ შენს ღიმილს მოგაძრობ მაგ მახინჯ წვანე სახიდან გთხოვთ გაჩერდით ეს ავარჯიშოა და ეს ნორმალურია მან მოითხოვა თვითონ კი კარგი გიყო გაიკარგე ბიჭოს გაუტო ბიჭო მე თქვი გიყო მეთქი ჩემი კაი დაუმარცხებელმა იმ პატარა გოგოს დაარტყა ჯანდაბა მისმინე მე ძალიან მწუხარ არა უშავს ჩემი ბრალია კაი ეს ბავშვზე ხუმრობა ნერვებს მიშლის და მე ეგრევე ხეცი ვხდები ბოდიში ასოს ხუმრობაზე დარწმუნებული ვარ ჩვეულებრივია არა უშავს კარგად ვარ კარგად ხარ თურმე ძლიერად დარტყმა შეგიძლია კაია არ მჭირდებოდა შენი ცოტა უარესი მეგონა წათიში ნეკნები ჯეჯერობით რექსი ერთადერთია როგორც ისეც ვიტყიპავდი მივისალმოთ მცველებში პატარა გოგონას ჯანდაბა დარხეული მაქვს რექსთან ერთად იმედია რომ კარგადაა და ბოლო წევრი ატომ ევა აჰა ყველას ძალიან დიდი მადლობა არ ვარ კი არა ნუ გასაგებია მალე რობოტო მადლობა არ მითხრა ევა მართალია ობიექტური უნდა ყოფილიყავი მაგრამ მიხარია რომ ძალიან ბევრმა წევრმა მიიღო მონაწილეობა იმ გუნდში ვერ ვიქნები სადაც რექსი და ქეითი არიან რა რატომ ეი მოიცადე რექს რა გაკეთე მადლობა დახმარებისთვის რობოტო ვერ ვითმედი გუნდში ყოფნაზე ჰეი რა ხდება რექსმა მიღალატა დუპლიკეიტთან სამივესთან მაგის თქმა არ იყო საჭირო შევუსწარი მან რექსმა უთხრა რომ მოდეშა შეყარებულები ვიყავით დაიცადე ეს ხომ სეგიჟია არ მინდოდა აქამდე მეთქვა მაგრამ რა ნაბიჯო არია კი სულ ესეთი არ იყო მაგრამ ხო სულ ესეთი არ იყო მაგრამ აბა როგორი იყო მადლობა მითხარით ერთი ნუ არ ვიცი თითქოს და მარკი და ატომები ბოლოს ერთად იქნებიან მაგრამ რავი მანამდე აქ ვივარჯიშებთ ნახოთ მე არის 6 საათზე ამის შემდეგ ვარჯიშები ლანჩამდე კეით პრაიმი სად არის საქმე ქონდა მე ვიქნები მის მაგივრად კარგი მოკლედ დავა კონკრეტოდ არასოდეს მოხდება რომ მე 6-ზე გავიღვიძო და პლანეტას არაფერი სჭირდეს კარგი რა რობოტო არ გჭირდება ეს არმიის წესები ეს ხომ სისულელეა ჩვენ წინა გუნდში აღარ ვართ რექს ზუსტადაც
შენ შეიძლება დიდი გამოცდილება გააქვს შენ ხელებთან, მაგრამ მე მცველებთან ვიყავი პირველივე დღიდან. მადლობა მამიკო. შენი ძალები რომ არ დაგეკარგა, შეიძლება არ გიცნობ ჯერ. ამიტომაც ამ ყველაფერს ხუმრობად გავატარებ და არ გცემ იქამდე, სანამ მამიკოს დამეძახებ კიდევ ერთხელ. სიტყვების შერჩევა რა თქმა უნდა მაგრამ ის პატარა გოგო, მამიკო შევხედავ და არა ერთიანებს და ორიანებს. ეს ძალიან საწყენია. შენ გონია შენ უნდა იყო მეთაური? არა, მაგრამ გამოსტილი ვარ. ხო, შენი ძალების დაკარგვაში. ეს ხუმრობა უკვე ხომ თქვი. ვერ ხვდები რატომ ვუთმეთ ამ კაცს. მას ხომ კოსტუმი აცვია. ელემენტები ჭირდება. მოდი ევა დავაბრუნოთ. მე ახალი ვარ ამ გუნდურ საქმეებში, მაგრამ მეგონა ცოტა გუნდურობას მოიცავდა. მეც ასე მგონია. დამირეკეთ, როცა გაარკვევთ. ჯიმში ვიქნები. მე ჯიმში? მე წავალ ყურადღებას მივაქცევ. არა, არის ზავ. რასაც მინდა იმას ვიზავ. კარგი პირველი დღე იყო, რობოტო. სავარაუდოდ იქნება ეს გამოსწორების მომენტი, მაგრამ ხო. რეკლამა. ჯერ ვივარჯიშო დღეში. რატომ? ძალიან დაკავებული ვარ, რომ ეს გუნდი მართო. რამდენჯერაც გარდავიქნები, ახალგაზრდები. ეს იმის წყევლა, რაც ძალას მოწევს, მაგრამ 24 წლის ვარ. თავიდან მოსტერ ქალი მერ. გახდა ასახსნელად, ამიტომაც 24 წლის. თუ არ გინდა რომ პამპერსები მიცვალო, სამჯერ დღეში ზედმეტად ბევრია ჩემთვის. რაღაც ძალიან რა თქმა უნდა, რა. რამდენად ახალგაზრდდება თითოეულ გადაქცევაზე? ვინმესთან სცადე ურთიერთობა ესე რომ ხარ, ვინც დაინტერესებულია, ან გარდატეხის ასაკშია, ან და პედოფილია. რა? მესმის როგორია? როცა სამყარო გიყურებს და ერთ რამეს ხედავს, როცა არ იცის რა ჭეშმარიტება არის შიგნით. როგორ გესმის? შენ ხო რობოტი ხარ? რა შეურაცხყოფებს აყენებენ ერთმანეთს? საწოდაობა. ეს უნდა გააგდო. ეს დამალე. ესეც მოაშორე. დაიცა, გაჩერდი. ჰეი. ნერდად ყოფნა ახლა ძალიან მაგარია, კარგი? იქნებ ემბერსაც მოსწოს კომიქსები. ამაზე კი ფიქრია? შესირო. მე კომიქსებზე არ ვიძახი. მე ვსაუბრობ ჭურჭყიან ტანსაცმელზე, თეფშებზე, ხელსახოცებზე. ვაუ. უკეთესია, კარგი. მოგიტანი დავალება. ცოტა ნაომი კლეინი, ცოტაც მარგარეტ არტუტი, ცოტა ტაჰანასი. მე არ წამიკითხავს ესენი, მაგრამ მას წაუკითხავს. უთხარი და ეს იმას ანიშნებს, რომ დაინტერესებული ხარ მისით. მას ასევე მწარი საკვები მოწევს. აგერ დაიწყოს დაკითხვა. ფაზის ფენიმიზმი. რა იყო? მე მისი ფაილი წავიკითხე. სკოლაში ვიკითხე. ეს მხოლოდ სწავლის პაემანია და არა პირველი პაემანი. მარკ, ყველა პაემანი პირველისას უნდა გავდეს. მარკ, შენი მეგობარი მოვიდა. შენი მეგობარი. მარკ, რატომ აქ ვერ ჩაკარე ყველა? მიდი, ჩუმად წადე უკნიდან. მადლობა, მე გადამიხადე, როცა დარეკავ და ყველაფერს მომიყვები. გამარჯობა, მის გრეისონ, მე ამბერი ვარ. გაგიმარჯოს. ვილიამმა თქვა, რომ უნდა წავიკითხო, რომ განიშნო. ვაუ. კი არა და საინტერესო ვარ, მაგრამ სინამდვილეში პატიოსანი კაცი, მომწონს ეს. ანუ კომიქსები მოგწონს? ესე მეტყობა? რომელია შენი საყვარელი? ასე ვერა ვარჩევ, მაგრამ ეს არის კაცი, რომელიც წყლის ქვეშ დადის და ოკეანეში სულების დანახვას იწყებს. და ეს ძაღლზეა, რომელიც მეტაფიზიკაში ერკვევა. ძაღლი? რომელიც მეტაფიზიკაში ერკვევა. შეიძლება ვითხოვო? უბრალოდ რომ გაჩვენო, რომ დაინტერესებული ვარ. კი. რა თქმა უნდა. კარგი, არ ვიცი ეს ვინ არის. ვიფიქრე, უნდა დაგვეწყო. მაპატი. ალბათ მანქანა რეკავს. ის უკნა. ესე იგი, მისტერ ვოლდემორტ თქვა, რომ ყურადღება მიექციეთო. მე საპირფარეშოში გავალ და მანამდე მოაგვარა. ნამდვილად. კი, რა თქმა უნდა, ჰოლი მარცხნივ არის. და კურს დავდებს ახლა, ხო?
ღმერთო, მეგონა აღარასოდეს წავიდოდა. ჰეი, მოიცადე. შენ არ წასულა. დაიცა მithვალთვალებ? სუპერგმირობა არ გინდა? წარმატება, პოპულარობა, კარგი გოგონა. ეგ სექსისტურად ჭერს, მაგრამ კარგი გოგონა აღარ არის კარის უკან. დაივიწყო შენი პირადი დრო. და როცა სამყაროს სჭირდები, უნდა უპასუხო ტელეფონს. ნუ ხელავ ჯერ არ ჩაურეცხავს. არც კი ვმუშაობ შენთან. და არასოდეს იმუშავებ სანამ პატივისცემას არ გამოიჩენ და გადაწყვეტ, გინდა თუ არა სუპერგმირობა. დაიცადე ახლა? დიახ, მარგ. ახლავე. კარგი, მინდა რომ დაგიხმაროთ. რა პრობლემაა? სუპერბოროტ მოქმედი, ხალხი საფრთხეშია. ეს აიღე რომ გილაპარაკო. ევაცი დებრა რაღა და ამბერი. რა? არა, რა თქმა უნდა. სად არის ეს ყველაფერი? მითხარი. რაშმორის მთაზე. რაშმორის მთაზე? კარგი. მაგრამ სად არის ეს? რას გასწავლიან სკოლაში? მეც კი ვიცი, სვეტში. ვისე საუბრებოდი? ხო, ჩემი მეგობრის მამა იყო ტელეფონზე და დაუპირდი რომ რაღაცაში დავეხმარებოდი. და ეს სულ დამოვიწყდა რომ რაღაცაში უნდა დავეხმარებოდი. ახლა? ახლა. როგორ მიდის საქმეები? საჭმელი მოვიტანე. საშინად. სამხრეთ დაკოტა. ვიცით სადაცაა რაშმოლის მთა სისო? არ გთხოვდით დახმარებას, მაგრამ კომუნიკაცია კაიძვის ებრძვის სადღაც შორს და ახლა მცველები სასწრები არიან, ასე რომ თქვენ მოგმართეთ. ჩვენი სამეზიმეა დოქტორი სეიზმიკი. მას დიპლომი აქვს სეისმოლოგიაში, ასე რომ დოქტორი რეალურია. პრობლემა ისაა, რომ მან მიწისძვრის ხელთათმანი გაიგეთა. რა უნდა? თვითონაც არ იცის. თეორიაა, რომ ტვინზე დატვირთვას იღებს ხელთათმანის გამოყენების დროს. მოკლედ რომ თქვათ, ტვინის შერყევას იღებს, როცა ხელთათმანს იყენებს. ანუ ჩვეულებრივი გიჟი მეცნიერი. გაერთეთ ბავშვებო და შეეცადეთ დაიმახსოვრეთ, რომ მან სახელმწიფო განძია. რაშმორის მთა კარგად დაადახეთ. ნახოთ ახლა. მოხვედით რათა აილოცოთ ამ საშინელ მონუმენტაზე. ნუ წესით მარკმა მართლად უნდა დაამარცხოს. რასისტები და მონების მმართველები იყო. სადერთი დათმით არა ახლა მაინც საიტამა არა. დავი დაუხარეთ დოქტორ სმეისმიქს. დოქტორ სმეისმიქს დაეხება მალე. ჩემი. ახალ თას განადგურებს. ჩემ ანიმაციურ სერიალებს უყვართ რაშმორის მთის განადგურება რა. დიადი გამანადგურებელი, განადგურებთ. თქვენ ყველანი განადგურდებით. მერილანდ ძმაო, ჯერ შეიძლება ჩემს ფრაზებზე მუშაობ, მაგრამ ეს საშინელება იყო. ესე მიიღებ თავს ცხოვრებაში. იცი, ისე არაა, როგორც იყო. ბოლომდე არა. ვერაფერს ვიტყვი. ახლა მოკვდი. არა. ყურადღება არ გაიფანტო. არაფრის. უნდა წავართვათ ხელთათმანები. ეს ხელთათმანები არაა. ხელთათმანებს თითები აქვს. ეს უფრო მიწისძვრის ბრასლეტებს გავს. შენ მიწისძვრის ბრასლეტები გიგეთია. მიწისძვრის აირო უფრო რაღაც გრავიტაციის პუნქტშია. ან მაგნიტური ველის დავანგრიოთ სისტემა. შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ. ნახე რა კოსტუმით ჩაგაცვეს. ან ენერგეტიკული დავიღეს რა ვიცი მე. მე ჩემი შემქმენი ეს კოსტუმი. და მე მეგონა დიპლომი სეისმოლოგიაში ქონდა. ასევე სოციოლოგში და ქალთა მეცნიერებაში და მაინური აფრიკულ ცეკვებში, მაგრამ საკმარისია პოლიტიკაზე საუბარი. ტიპის ხარტია. ოპა
ჰო გადასვა ეს შენი მინდოდა მეთქვა კარგი ის არის თქო ეფექტი ანუ გადიდების რა დროს ჯანდაბა რასა გაი საღო ოპა რა ატომიმა ჩერჩერამაც გადარჩენსთან მადლობა არაფერს ივ თუ თვითონ უნდა რომ დაუმარცხებელო არა გადარჩენს გიჭერ სურდება ჯანდაბა მეტი დრო უნდა დამეხარჯა ჯეკბაგზე აჰა თხილად ჩემი კაი ვერ მივხვდი რომ ტიპს თავის მოკლან უნდა დაიგრე და თან მარკის და ივის გაყოლებას თუ ნუ ტიპი მოკვდა კი როგორ ჩანს ყველა ცუდია ჯანდაბა ევა მეჩქარება მოგვიანებით დაგილაპარაკები მადლობა ისევ ემბერთან მიდის არაფერს მოიცადე რა ხდება სესილმა მთხოვა რაღაც მთის გადარჩენა მაგრამ ამბერი დავტოვე ასე რომ შენ გოგო დატოვე ოთახში ამ დროს გაფრინდი და კრიზისი მოგვარე კარგია ანუ მისთვის არა მაგრამ კარგია სწორედ ესაა ყველაზე რთული სამუშაოს ნაწილი ბალანსი უნდა იპოვო იმათ შორის თუ რა გინდა და რა უნდა ქნა პროსტა სავარაუდოდ ამბერი აღარც დახვდება ოთახში შენ არ ხარ მარკა შენ ფილტრუმერი ხარ ფილტრუმერი ჩვენ პასუხის მგებლობები მადლობა რომ შევახსენეთ სახელი უკვე დავიწყებული ქონდა მართალია ხო მადლობა ჰეი ბოლო მამურჩევას მოგცემ კარგი ალბათ გამოცვლა დაგჭირდება კი ჯანდაბა მამა უკან პატარა მანდა ძალიან დიდი ბოდიში 1 საათი ვიჟექი და გელოდებოდი ვიცი ეს 1 საათი კიდე მალე მოაგვარა პრობლემა რატომ დათანხმდი ერთად დროის ტარებაზე თუ არ გსურდა ეს მინდა რომ დრო ერთად გავატაროთ უბრალოდ არ მეგონა შეგეძლო მოგეტყუებინე არ ვიცი საერთოდ რატომ მოვედი კარგი მაშინ რატომ მოხვედი არც კი იცოდი რომ ვარსებობდი სანამ ტოდს არ შევეწინააღმდეგე რომ ვიცოდეთ ორივემ ტოდ მაგცემა მაგრამ რომ ვიცოდეთ ორივემ ეს სრულიად სიმართლეა ყოლია კაცები ვინც ჩემთვის ჩხუბობდნენ მაგრამ შენ პირველი ხარ ვინც თავი აცემინა ჩემთვის თანაც ორჯერა მაინტერესებდა გამეგო როგორი ადამიანი იზავდა ამას იდიოტი შეიძლება არც და ახლა რა მე ყველა კითხვები გავაკეთე სანამ შენ სამყარო გადაერჩინე თუ რაღაც დიდია ბატონო რა მართლა დიდია პირველად ნახე ომი კაცაზე გაჭირვებოდეს ასევე შეიძლება მკვდარი არ იყოს ყინულში ჩადე ისეთი რამე როდის დაგჭირდება დიახ სერ ხმერთა ჩემო ხო ფრთხილად კალმარი არ გინდა ვახშამზე მოაშორე აქედან შევიგაი დარწმუნებული ხარ ბევრ ადგილას დელიკატესადაა მიჩნეული და პოლიცია ჩემი რა გიჟია ეს კაცი დაურეკ ეს ის რომ სახს დაცვა მიუჩინონ დაკავებული ვიყავი ნოლან კი მივხედავ მადლობა არ დაგავიწყდეს საშინელი კაიჯუ დავამარცხე და სამყარო გადავარჩინე შენი ქმარი მაგარია ხო მაგრამ ერთადერთი მაგარი არ ხარ ოჯახში დღეს სახი გავიდე სადაც ორმაგი მკვლელობა მოხდა მე მათ ვიხარი რომ ელვა ორჯერ არ ვარდება სერიოზულად დადე მანდ
I've been waiting on you just to say something real. There's a light on the road, and I think you know. Morning was coming, I had მაშხალები ჰერვერკები ექსიც სიურპრიზი მისმენე შემეშალა ევა ვიცი რომ შემეშალა ვიცი უბრალოდ არ ვიცი ასე რატომ ხდება რატომ არ გამომდის არ მინდა ხომ იცი რომ მიყვარხარ ვიცი მაგრამ ეს ბოდიში არაა ნუ ხა მართალი ხარ მაპატიე მისმენე შანსი მომეცი მხოლოდ ერთხელ უკეთესი ვიქნები გვირდები წარმატებები ახალ გუნდში რექს ნუ ეგეთი სპატიება მარტივი არაა ბოდიში რექს მაგრამ მართლა ვირსი ხარ და მარკთან მივა ნუ უკეთესია შენთვის მარკ კაია რომ გესმის იმიტომ რომ მარკთან ახლა პრეტენზია ვაფშე არ უნდა გქონდეს ოპა ტიპი კაპიტანი ამერიკა თუ რა მართლა როგორ გავს ისე სულ ოდნავ მუქი ფერის თმები გქონდეს იმენა სტივ როჯერსი იქნებოდა აუჩი ეს პატიმები უფრო დიდი საკანი არ გაქვთ იმ ხალხს გოლიათი რო გავთ იქ დამწყდებოდი ჯამის დროა აბა ვინმე ნაცნობი იქნება ხომ იცი წესები ბიუჯეტი ხუთშაბათი კათმის ღვეზელი ყველა საყვარელი კარგი ახლა უკან დაიხია ესეც მეორე უკან დაიხია და რატომ თვალთვალებენ ასე გამწარებული თუ ესენი თუ არა რა ჯანდაბა გამორჩა მაპატიები და შენი შო ტიპი გამოვა ნუ ტიპი არ მომკვდარა ახლა ჯანდაბა კათმის ღვეზელის დღე ჩამს პროსტა უკან დაბრუნდა ეს მეორე ხო როგორ ადვილია როგორც ორიგინალი ჩემი ინტელექტი ხელშეუხებელი იყო შესაძლებლობით კლონირების დროს მართლა საკმაოდ ადვილი იყო კარგი გთხოვ უბრალოდ კარი გააღე ნამდვილად თქვი შეიაფო გენეტიკურად სუსტო კლონო თქვი ან დარჩი აქ მთელი ცხოვრება მე ვარ კლონი ხო შენ ხარ ხოლოს გაარკვევთ რომელია კლონი თუ ვერა სადაწმინდე ვერ მოსწრებს ტიპი ვერ მოსწრებს არა მოსწრებს როგორ ჩანს ვიღაც გვეხმარება
დავაჩვენებინე იმას. საინტერესოა. რატომ არის სამდენი რეკლამა? მულტიფაზური გენერატორი 30 მეგავატის სიდიდეზე. ახლა რა გავაკეთოთ? მეკვირს როგორ ვერ ხვდები ორიგინალი რომ ხარ. რა? ორიგინალი რომ ხარ. შეგვიგაი. მოგკლა. ვიტყოდი მომენატრე მეთქი ძმაო, მაგრამ ყოველთვის შემიძლია ორიგინალი შევქმნა. ყოველთვის შემიძლია ორიგინალი შევქმნა, რა ნაგავიხარ. აბა, მომიყევი. გუნდი გამართე უკვე. რობოტი? ბევრი რამეა გამოსასწორებელი, მაგრამ წამს იმ პროგრესის, რაც დღეს გამიცადეთ. გახმონებულია მაიკა ტრიქომისთვის. საინტერესოა. ნუ ხალხში კიდე ერთი სცენა. მაპატიეთ. არ მსურდა თქვენი შეშინება. რას აკეთებ ჩემს სახლში? ვეძებ ინფორმაციებს, სიახლეებს, პასუხებს. რისი პასუხები? იმ ღამეს არა ნათელი, ჩემთვის. არ ვიცი რაზე საუბრობ. უნდა წახვიდე. 7 მკვდარი, 1 ცოცხალი, შენი ქმარი. იმედი მქონდა მაპოვნინებდი დაკარგულ ნაწილს. ეს თვითონ მას უნდა კითხო. ვკითხე კიდევაც. პასუხი იყო არ დამაკმაყოფილებელი. რატომ გაინტერესებს? გამოვიპარე ჯოჯოხეთიდან. ვცდილობ სხვისი სამართალი აღვადგინო, რადგან ჩემი გადავარჩინო. ქმარმა არაფერი გითხრა, არც გიჩურჩულა რომ შენი შიშები გაექრო. არა, მას არაფერი უთქვამს. ძალიან კარგი სახლი გაქვს. დები? კარგად ხარ? მეგონა რაღაც ხმა გავიგე. კარგად ვარ. შემიგაი. უბრალოდ ლოგინში მოვდიოდი. და გარანტიას გაძლევდი, მაიცის რომ აქ არის იცის, ხო? გახმონებულია მხოლოდ მაიკა ტრიქომისთვის. კიდე ხო არის რამე. არა. საინტერესოა. ესე იგი, ბოდიში თანახმად გავაკეთებ, ესე იგი ეს იყო დაუმარცხებელი პირველი სეზონის მესამე სერია. Who You Calling Ugly? საინტერესო იყო, რავი. მე სერია მომეწონა საკმაოდ საკმაოდ კარგი იყო კი. მეორე სერია საჯობო მე თუ მკითხავთ, მაგრამ რა შეიძლება პირველსაც არა გამოერცხული. და ჯერ პირველი სცენა მომეწონა ძალიან. მე მთელ სერიაში რაც ხდებოდა, ასე რომ ხო კაი იყო. მარკის და იმის სცენები მომეწონა ატომივის. ზოგადად ეს კარგი მომენტი იყო. რა ნორმალმა რო უთხრა, რომ სუპერგმირი ხარ და განსხვავებული ცხოვრება უნდა გქონდესო. მაგრამ ხო, ანუ მარკი პრინციპში ჯერჯერობით კარგად აკეთებს თავის საქმეს. ასე რომ ხო.
მომეწონა რომ თად აირდაერია ყველაფერი იმასთან რა ქვია რატომ ავიწყდა სახელები ემბერთან მაგრამ რავი თითქოს და ფინალში სევატონებთან არ ვიცი ადრეა ჯერ ასეთი დასკვნების გამოტანა მაგრამ აი ნოლანის და იმის მომენტები მომწონს რა დემონის იქიდან გამოქცეულის გამოყარულის ჯეჯოხეთიდან კაი სერია იყო მართლა დებრესთან თუ მივიდოდა პირდაპირ არ მეგონა სავარაუდოდ ანუ მე მგონი ჩემი პირველი ვერსია ისევ გამართლდება რომ ამ სეზონის ფინალში უკვე ეცოდინებათ რომ ან ფინალურ სერიაში გაიგებენ და მაგით დამთავრდება სეზონი ან უკვე ეცოდინებათ და ფინალში რა უნდა მოხდეს პროსტა ის პონტი როგორც ჰაისენბერგთან Breaking Bad-ში ანუ ვოლტის წინააღმდეგ რომ განა ვოლტის წინააღმდეგ ანუ სკაილერმა რომ გააგდო ვოლტის სახლიდან რავი მაგრამ ხო სავარაუდოდ დიდი ბრძოლა გველის წინ ან ეგრე ან მაინც აღმოჩნდება რომ ქონდა ომნიმენ სამის გაკეთების მიზეზი და თად ბოროტი არ არის როგორც ასეთი მაგრამ ხო რა სავარაუდოდ დაახლოებით ეგრე იქნება კარგად მივდივართ ჯერჯერობით ეს რექსის და იმის სცენა რა თქმა უნდა მაგრამ ხო ვნახოთ იქნებ რექსი უკეთესი პერსონაჟი გახდეს ჯერჯერობით ვერ ვიტყვი რომ დიდად რამე განსაკუთრებული იყოს მაგ ახალ სასტავში მაგრამ სავარაუდოდ უფრო მომეწონება ვიდრე მგონია და ეს რობოტიც კარგი პერსონაჟია მე თუ მკითხავთ და ნუ საბოლოოდ ეს ძმების სცენა ვაუ შემდეგ სერიაში ვნახავთ რა სიზავს კლონი საკმაოდ მალე რომ გაგცეს პასუხი მაგაზე რომელი ნახდით ხო რავი ვნახავთ ეთყობა იმენა სერიალს რომ ბოლოში ძალიან მაგარი იქნება და მენა მაგრად მომეწონება იმიტომ რომ ყოველ სეზონში 8 სერიაა და როგორც მე ვიცი 8 სეზონი გეგმება სულ ნახოთ ასე თუ ისე კაი სერია იყო მომავალში უკეთესაც ველოდები და გაგემშვიდობებით ახლა იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ დალაიქეთ გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი ზარი გააქტიურეთ დატოვეთ კომენტარები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში მადლობა ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ